მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და ტრადიციულად ეროვნული ვალუტის კურსი ლარი კვლავ გამყარდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ არასოდეს მომწყდება ამ ფრაზის გამეორება ან მინიმუმ იმ ფრაზის რომ ლარი კვლავ სტაბილურია და ეს მართლაც ასეა ვხედავთ ამ პროცესს, თუმცა დღეს განსაკუთრებით საინტერესო დღეა მათ შორის ვინაიდან ველოდებით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელსაც უახლოეს საათებში ჩვენ გავიგებთ, გუშინდელ გადაცემაში ჩვენ ძალიან ვრცელი ანალიზი ქონდა პოტენციურ სცენარებთან დაკავშირებით. ნახოთ, ცხადია ამ კუთხით შემდგომ ბევრი რამ იქნება დაშენებული, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებაზე. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. განავინახოთ შემდგომ მნიშვნელოვან თემებზე ჩვენ გუშინ ნახეთ საქართველოს რკინიგზის მართლაც ფანტასტიკური ღონისძიება, ისტორიული განახლების პრეზენტაცია საქართველოს რკინიგზის შესახებ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის და განვითარების მინისტრი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი წარდგნენ სიტყვით, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ასევე მოამზადა შესანიშნავი პრეზენტაცია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ როცა ჩვენ საუბრობთ შუა დერეფანზე და შუა დერეფანთან დაკავშირებულ საკითხზე, ცალსახად საქართველოს რკინიგზას მართლაც ისტორიული როლი ჰქონდა და ენიჭება მომავალში კიდევ უფრო მეტად, ვინაიდან თუ არა საქართველოს რკინიგზის სათანადო მზადყოფნა ბევრი თვალსაზრისით ბუნებრივია წარმოუდგენელი და შუა დერეფანში ეფექტიანი როლის შესრულება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მართლაც გამორჩეულ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის, უპრეზიდენტო გადაწყვეტილებებს რკინიგზის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მოვისმინოთ ახლა შეფასებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრისა და რკინიგზის გენერალური დირექტორის. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან საფუძველი ჩაეყარა რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც უკვე მოგცა ხელშესახები შედეგები ამ ერთ წლის განმავლობაში. ზოგადად, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ენიჭება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით, როგორც მოგეხსენებათ. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას, პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. 2026-2028 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. აღნიშნული ინვესტიცია მოგცეს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა, რაც თავის მხრივ საქართველოს აქცევს რეგიონში უალტერნატივო, სწრაფ და ეფექტიან სატრანზიტო კვანძად. გატარდა მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, სულ ჯამში დაიზოგა 231 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. ოპტიმიზაცია შეეხო როგორც საკადრო ოპტიმიზაციას, ასევე საოპერაციო მიმართულებას და ასევე ადმინისტრაციულ მიმართულებას. ასევე მოხდა მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვა, ძირითადად კორექტირება შეეხო ფასების ნაწილს და მოხდა გარკვეული ფასების შემცირება. მოძრაობის და გადაზიდვების მიმართულებით ჩვენ გავზარდეთ და შევცვალეთ თვითონ მოძრაობის ორგანიზება და გავაუმჯობესეთ, გავზარდეთ მატარებლების სიგრძეები და წონები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ გატარებაზე თუ აქამდე იყო დაშვებული წონა დაახლოებით 2600 ტონა, გავზარდეთ და ავწიათ 3600 ტონამდე. ასევე დავნიშნეთ ბლოკმატარებელი ფოთი თბილისი და ფოთი ბაქოს მიმართულებით და გავამარტივეთ გარკვეული ციფრული სერვისები განვერგეთ გადაზიდვის მიმართულებით. დიახ, მართლაც ხედავდით მოვისმინეთ შეფასებები, ხედავდით პრეზენტაციიდანაც გარკვეულ ნაწილს, მართლაც დამბეჭდავი პრეზენტაციიდან იმ მიმართულებით თუ რა გაკეთდა და იმ მიმართულებით თუ რაც გაკეთდება
მომავალში მართლაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული საქართველოს რკინიგზის გაძლიერებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს გაძლიერება მიმართულია ჯამში იმ დიდ მიზანთან, რომელიც შეეხება საქართველოს როგორც შუადერეფნის ქვეყნის წამყვანი ქვეყნის როლის გაძლიერებასთან და მართლაც ეს ასეა, მით უმეტეს დღეს, როდესაც ჩვენ ხედავთ გლობალური ტურბულენციის პირობებში მიწოდების ჯაჭვების პრაქტიკულად გადახედვას, პრაქტიკულად გადახალისებას და ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მტკიცებას იმ ნაწილის თუ სად არის უსაფრთხო დერეფანი, რა თქმა უნდა, შუა დერეფანი არის ყველაზე უფრო უსაფრთხო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა საქართველოს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და დიახ ამ გადამწყვეტ მნიშვნელობას სჭირდება საბამისი მზაობა, რასაც ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად ამ მზაობისკენ სვლას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, საკითხი, რომელიც ნამდვილად შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთლიანობაში ცხადია საუბარი ამ შემთხვევაში ტურიზმის ინდუსტრიაზე და ჩვენ არაერთხელ ჩვენს ეთერში ალბათ ყველაზე უფრო ხშირად ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხშირად ტურიზმის მიმართულებით საუბრობთ მათ შორის ტურიზმი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა და წამოიჭრა მთელი რიგი საკითხები გამოჩნდა მთელი რიგი გამოწვევები სწორედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა დღეს ამ ჭრილზე ნაკლებად გავამახვილებთ ყურადღებას, დღეს უფრო მეტად გვინდა გავამახვილებთ ყურადღება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ტურიზმის მიმართულების ერთ ნაწილს, აქტორების ერთ ნაწილს კიდევ უფრო მეტად აინტერესებდა და ამ თემაზეც იყო, ასე ვთქვათ, დისკუსია, ბუნებრივია საუბარი ამ შემთხვევაში შრომითი მიგრაციის კანონიდან გამომდინარე ცვლილებებზე და სულ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკის ამდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარმომადგენელმა საქართველოში მოქმედ გიდების 4 ასოციაციას და პროფკავშირების წევრებს უმასპინძლეს, სადაც ქალბატონ მაია ომიაძემ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებისა და ახსნობის მექანიზმები გააცნო, მათთან ერთად იმსჯელა ცხადია ამ საკითხებზე ძალიან ფართო, ძალიან წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია იყო ისე როგორც მოვისმინეთ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი შეფასებები სექტორის წარმომადგენლების მხრიდან და ჩვენ შეგვიძლია ახლა აქაც ვნახოთ სწორედ ეს შეფასებები. ყველა შემოსულ ტურებს ყავდათ თავისი გიდები, გამყოლები, რომელიც თავის ისტორიებს ყვებოდნენ, რასაკვირველია და ჩვენ არ შეგვეძლო მათთვის რაიმის თქმა. თუმცა ახლა კანონი უკვე გვაიზულებს და გვავალდებულებს, რომ ამ ჯგუფებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, აუცილებლად უნდა აიყვანონ ქართველი გიდი და სწორედ მათ უნდა გააცნონ საქართველოს ისტორია. მე ვეთანხმები, რომ არ უნდა იყოს შემოსული არც ერთი უცხოელი გიდი, ვინაიდან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნული საკითხია პირდაპირ გეტყვით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად ადგილობრივი გიდები ჩაეხსნენ ბაზარს. ძალიან ბევრი კომპანიები იყო შემოსული, მაგალითად მე თვითონ ჩინურენოვანი გიდი ვარ და აბსოლუტურად წალეკა ჩინური ბაზარი მათმა გიდებმა. ამიტომ კანონის შემოღება იყო უმნიშვნელოვანესი. ეხლა საჭიროა მისი რეგულირება და კანონის აღსრულება. პირველ რიგში მოვედით მადლობის გადასახდელად იმის ამ კანონის მიღებისთვის, იმიტომ რომ დროული იყო, საჭირო იყო აქ ლაპარაკი არის მარტო იმაზე, რომ რაღაც სამუშაო ადგილების წართმევაზე, ელემენტარულად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ეს გიდები რა ინფორმაციას უყობიან ჩამოსულ სტუმრებს, ეგ არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, როგორ წარადგენენ ჩვენ ქვეყანას და არ მგონია, რომ ქართულ გიდზე და საქართველოს მოქალაქეზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება. რაც შეეხება შეხვედრას, გავცვალეთ ინფორმაცია გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. კულტურული ტურიზმის გიდების მიმართულებით ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ხედავთ საჭიროებას კვოტების დამატების, ვინაიდან საქართველოში ისედაც მრავლად არიან, შეიძლება არაკვალიფიციური გიდებიც, მაგრამ ასევე მრავლად არიან კვალიფიციური გიდებიც და ვფიქრობთ, აი როგორც ამ შეხვედრაზე აღინიშნა, სავსებით საკმარისი რაოდენობაა დღესდღეობის გიდების რაოდენობის. უკვე ვატყობთ ტენდენციას, აი პირველი რამდენიმე დღის მანძილზე მაგალითად ახლა ვიმყოფებოდით აჭარაში და იქ უკვე დაფიქსირდა გარკვეული ცვლილებები. უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა ადგილობრივ გიდებზე. ეს
ჯერ კიდევ დასაწყისია და ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა ადგილობრივ გიდებებზე და გამოჩნდება ამ კანონის ამ ცვლილების ეფექტიანობა. რა თქმა უნდა, მივესალმები ამ კანონს, ჩვენი პროფკავშირების და კონკრეტულად გიდების ასოციაციის დიდი სურვილიც იყო და ჩვენი გიდების არმიის დიდი სურვილი იყო, რომ ეს ესეც ყოფილიყო და ამისთვის ნამდვილად მადლობა. გაიზიარენ ჩვენი მოთხოვნა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არის ნაკლებობა კონკრეტულად მე ჩემს სეგმენტზე შემიძლია ვისაუბრო თურქულენოვან სეგმენტზე. ნამდვილად არ არის ნაკლებობა და უფრო მეტი ხალხი დასაქმდება, უფრო მეტი ადგილობრივი კადრის გადამზადების საშუალებაც არის, უკვე ძალიან ბევრი კიდე ემზადება, რახან უკვე კანონიც ხელს გვიწყობს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული. დიახ, მართლაც საინტერესოა, ჩვენ ასე ვთქვათ, მრავალმხრივი შეფასებები მოვისმინეთ, საკმაოდ საინტერესო მიმართულებებით და სხვა შორის ეს იყო მართლაც საკითხი, რომელიც ძალიან აწუხებდა გიდებს, რაც შეფასებებშიც ნახეთ და მართლაც კანონი საჭიროებდა ზოგადად საკანონმდებლო ჩარჩო საჭიროებდა მოწესრიგებას და სწორედ ეს ცვლილებები ნახეთ, სწორედ ამ ცვლილებებზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ სფეროს პირველ პირს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ მაია ომიაძეს მოვუსმინოთ. ეს მოგესალმებით ქალბატონო მაია, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის და ვთქვათ ყოველგვარი შესავლის გარეშე უნდა მეთქვა, მაგრამ შესავალი გქონდა უკვე სადაც საინტერესო შეფასებები მოვისმინეთ სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, სწორედ თქვენს შეხვედრაზე გიდების 4 ასოციაცია და პროფკავშირების წევრები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და რა იყო ძირითადი თემა ჩვენ ხავ გარკვეულად დავანუსეთ ძირითადი თემა, მაგრამ მათ შორის განმაპირობებელი რა იყო ამ შეხვედრის თითქოს თავიდანვე ყველა თანხმდებოდით რომ ეს გჭირდებოდა. მოგესალმებით გიორგი, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ჩვენ რაღაცა ტრადიციულად ვაჯამებთ ხოლმე თქვენს ეთერში ამა თუ იმ საკითხებს. ჩემთვისაც. რაც შეეხება კონკრეტულ აღნიშნულ თემას, პირველ რიგში რატომ გახდა საჭირო ეს შეხვედრა და ზოგადად ამ საკითხის ინიცირება, ხომ? ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა, ტურიზმის კანონზე ვსაუბრობ, იქ იყო ვთქვათ, გარკვეული საკითხები, რომელიც გიდების რეგულაციებს ეხებოდა, იქნებოდა ეს სავალდებულო სერტიფიცირება, იქნებოდა ეს რეგისტრაცია სავალდებულო თუ ლიცენზირება გიდების. იქაც ვთქვათ მოხდა გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ასოციაციებთან ერთად ამ თემის დამუშავება და იმთავითვე გიდების მოთხოვნა იყო ის, რომ უცხოელებისთვის ყოფილიყო გარკვეულწილად შეზღუდვა. მთავარი გულის წუხილი ამ თემაზე იყო ის, რომ უცხოელი გიდები ან გამყოლი გიდები მათ სამუშაო ადგილს ართმევდნენ და როდესაც კომპანიებს შემოყავთ ტურისტული ჯგუფები, თუ აქ შესაბამისი რეგულაცია კანონის არ იქნებოდა, უპირატესად ისინი თავიანთ გამყოლ გიდებს, თუ კულტურულ გიდებს ასახელებდნენ და პირობითად ნებისმიერი ქვეყნიდან, პირობითად ისრაელიდან თუ მოყავდათ ჯგუფი, ასევე გიდიც მოყავდათ და რა თქმა უნდა ეს უპირატესობა ასე ვთქვათ ჰქონდათ ჩინეთის შემთხვევაში. დიახ. და ყოველთვის ამბობდნენ ქართველი გიდები, რომ მათ ჰქონდათ კონკურენციის პირობებში იყვნენ არაკონკურენტუნარიანები, არა მხოლოდ პროფესიულად, რა თქმა უნდა, პროფესიაზე საუბარი არ იყო, არამედ აი ამ დაურეგულირებელი, მოდით ასე ვთქვათ, პირობებით. თავდაპირველად ამაზე, როდესაც იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცოდით, რამდენად საერთო იყო ეს ბიზნესის ხმა. რასაკვირველია ხა, შეიძლება ერთმა, ორმა ესე ცალ-ცალკე ვთქვათ, სექტორის წარმომადგენელმა გარკვეული მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ ერთია, როდესაც უკვე საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს განხილული ეს სრულად სექტორთან, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში კონკრეტული კანონის ფარგლებში ერთგვარად შეძლოს და ბიზნესის საერთო ხმა გაითვალისწინოს. ხო, ნებისმიერი ერთი ადამიანის მოსაზრებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს უგულობელყოფილი. სწორედ ამიტომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ აი ამ გამოწვევებთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით სექტორს, იქ წამოიჭრა საკითხი, რომ ხომ არ შექმნიდა უკვე უახლოეს პერიოდში კანონი, რომელიც ძალაში შევიდოდა, ხომ არ შექმნიდა გარკვეულ ეროვნებებზე, გარკვეულ ერებზე და ენებზე შესაბამისად დეფიციტს
მაგალითად ჩინურენოვანი, რომელიც საბოლოო ჯამში შეხვედრით გაირკვა, რომ ჯერჯერობით დანაკლისი არ არის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შეხვედრა ჩვენ ჩაგვეტარებინა. საქართველოში არსებობს დარეგისტრირებული ოფიციალურად 4 ასოციაცია, 4-ვე არის გიდების ასოციაცია და ერთი პროფკავშირები, რომელიც აერთიანებს საკმაოდ დიდოდანობა გიდებს, მძღოლ გიდებს და სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს. შესაბამისად, ჩვენ ასე ვთქვათ, ვთხოვეთ სექტორს 4-ვე ასოციაციას, როგორც თქვენ გამხსნელ სიტყვაში აღნიშნეთ და მათ შორის პროფკავშირებს, რომ წარმოდგენილი იყვნენ თვითონ და რამდენი ადამიანიც სურდათ ამ შეხვედრაზე. საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობითი იყო, ჩამოსული იყვნენ ვთქვათ ასოციაცია აჭარიდან, ჩამოსული იყო ასოციაცია დასავლეთ საქართველოსთან, კონკრეტულად ქუთაისიდან, სადაც მთლიანობაში, იქ რა თქმა უნდა იყო გარკვეული მოსაზრებები, ხომ არ შეიძლება ვთქვათ, ვცადოთ, ცოტა ხანი დავტოვოთ ნულოვანი, მერე დავამატოთ. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ თვითონ კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ წლიდან წლამდე გადახედა კვოტირებას. პირობითად ვამბობ, თუ ჩვენ წლის ბოლომდე ვტოვებთ ნულოვან კვოტირებას, უცხოენოვან, კულტურულ გიდებზე ვსაუბრობ, ამასაც ხაზე მინდა გაუსვათ და მოგვიანებით მე შემიძლია ავხსნა რატომ არის დეფინიცია სხვაობა კულტურულ გიდსა და მაღალი რისკის შემცველ მთაში გამყოლ გიდს შორის. და კულტურულ გიდებზე ამ ეტაპზე ერთხმად 4-ვე ასოციაცია და პროფკავშირები შეთანხმდნენ მათი ხედვაც ეს არის, რომ ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე არ საჭიროებს ეს ბაზარი დამატებით კვოტების დანიშნვას უცხოელ გიდებს. ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა მხოლოდ არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ გიდები თავად არიან მიმწოდებლები და მათი დამქირავებლები არიან ტურისტული კომპანიები და ამ ლოგიკას რომ იყო, ჩვენ რა თქმა უნდა ასევე გავიარეთ რეკომენდაციები და კონსულტაციები ტურიზმის ასოციაციათან, სადაც ტურისტული კომპანიები არიან აქტიურად, გავიარეთ საკმაოდ მსხვილ მოთამაშეებთან, ტურისტულებთან და მათაც ჰქონდათ ცალსახად დამოკიდებულება, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა უნდა კონდეს ქართველ გიდს, ენების თვალსაზრისით ბაზრის მოთხოვნა ჯერჯერობით ქართველი გიდები აკმაყოფილებენ, ეს იქნება ჩინური ენის, იაპონური ენის, იშვიათად ანაბრძოლს კორეული ენის, იაპონური ენის თუ არაბული ენის და თუ დადგება ეს დეფიციტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კვოტირებას აუცილებლად გადავხადათ. რაც შეეხება მაღალი რისკის კი, ეს განსხვავება უნდა ვაღიარო თქვენთან შეხვედრამდე, თქვენს ამ შეხვედრამდე რამდენიმე წუთად რომ მქონდა თქვენთან კომუნიკაცია და მეც დავინტერესდი, ამიტომ რა განსხვავება იყო კულტურულ და მაღალი რისკის შემცველი გიდი არის გიდი, რომელსაც რეალურად მთაში მიყავს ადამიანი, ვთქვათ მყინვარზე. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლესთან როდესაც არის დაკავშირებული და ცოტა ესეთი ექსტრემალურ გარემოში მიყავს, მას გარკვეულწილად სხვა დამატებითი უნარები ჭირდება, კანონის თანახმად, ტურიზმის კანონის თანახმად სავალდებულო ხდება, ლიცენზირებადი ხდება, სერტიფიცირებადი ხდება, მთაში გამყოლი მაღალი რისკის შემცველი მომსახურება გიდის და გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, რის გარეშეც გიდი ვერ იმუშავებს. ეს რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე არის სერტიფიცირება და გარკვეული პერიოდის მერე ეს რა თქმა უნდა არის დაჯარიმება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი რისკის შემცველ გიდებს, მომსახურების გიდებზე, ასევე ესეთი ასოციაციასთან, რომელიც თემატური ასოციაცია, ასევე არის ეს ასოციაცია შესაბამისი ევროპის ასოციაციის წევრი, ჩვენ მათთან კონსულტაციით მივედით იმ დასკვნამდე, რომ აი ამ სფეროში საკვარისიოდენობა სერტიფიცირება გიდების კვალიფიციური საქართველოში არ არსებობს, რა მოთხოვნაც არის ჩვენთან მთაში სიარულზე. ამიტომ მათთან კონსულტაციით წელს დავუშვით 200-მდე უცხოელი გიდის კვოტირება. ჩვენ შევხედავთ, იქნება ეს ზედმეტი, იქნება ეს საკმარისი და ამის მიხედვით კვლავ ასოციაციასთან შეთანხმებით მომავალ წელს მაღალ რისკს დავაკორექტირებთ, თუ რა თქმა უნდა, რაღაცა ცვლილება იქნება საჭირო და ნულოვანი კვოტა რჩება კულტურულ გიდებს. კი ბატონო, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ახსნისთვის ამ ნაწილის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა თქვენ აღნიშნეთ, რომ იგივე ასოციაციასთან ამ შემთხვევაში
გექნებათ კონსულტაცია დაკვირვების რეჟიმში იქნებით თქვა და ნებისმიერ გადაწყვეტილება ბიზნესთან ესეთი მჭიდრო კონსულტაციით მიიღო. ამ ნულოვან ნაწილზეც ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგას, ვთქვათ, რომ ანუ ზირთაჩი კულტურებაზე სხვა განსაკუთრებული მოსაზრებები არანაირი მოსაზრება არ არის. იქ იყო ვთქვათ, რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხომარჯობია თავიდანვე ვთქვათ, გარკვეული შვეთენებზე დავუშვათ და დავაკვირდეთ, თუმცა საპირისპიროდ ისევ ერთმანეთში, მოდით ასე ვთქვათ, იყო მსჯელობა, რომ არ გვინდა ჯერ ვაკმაყოფილებთ და პირიქით დავაკვირდეთ, თუ ნაკლებობა იქნება, მერე დავამატოთ და ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვუსმენთ სექტორს და მათთან კონსულტაციით. ნამდვილად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული შეხვედრა და კონსულტაცია არა მხოლოდ გიდებთან, არამედ ტურისტულებთანაც ჰქონდა ჩვენ და ერთობლივად მოკლედ იყო ნამდვილად მოთხოვნა და ერთგვაროვანი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მომუშავე არსებული გიდები ჯერჯერობით მოთხოვნას აკმაყოფილება. კი ბატონო, ფართო კონსენსუსს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხარ როცა ჩვენ ლაპარაკობთ რამოდენიმე ასოციაციაზე 4 მარტო გიდების ასოციაციაზე არ თხოვს პროფკავშირის გასაგებია რომ უამრავი ადამიანია წარმოდგენა, რომელსაც შესაძლებელია ცალკეული მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ საერთო კონსენსუსს ამ შემთხვევაში და ფართო კონსენსუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამასობაში დაკვირვების პერიოდიც დაიწყო შეიძლება ასე ითქვას, მოდის ზაფხული და კიდევ უფრო აქტიური პერიოდი იწყება ამ კუთხით. პლანობაში რომ შევხედოთ, როგორია მოლოდინები ზაფხულის სეზონისთვის, როგორ ემზადება სექტორი, ну თავისი გარე რისკ ფაქტორები რაღაცა დოზით ძალაში რჩება, თუ დიდი დოზით არა. ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოზიტივით ფენების თვალსაზრისით ნამდვილად შეინიშნება. ну, იცით რომ პირველი კვარტალი მოულოდნელად პოზიტიური იყო მიმდინარე მოვლენების და სოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან. თქვენ სარეკორდო მათ ჩვენ თქვენ მონაცემებს დავაყრდენით სწორედ ტურიზმის და დიახ, ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, სოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაზე ყოველთვის ძალიან ისეთი ფართო არის და ჩვენ ვიცით რომ ყველაზე ასე ვთქვათ მოწყვლად იმ ხრევადი სფეროა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ტალღა ნებისმიერი ნეგატიური მოვლენის გადადის ტურიზმზე და ავიაციაზე და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით, რომ პირველი კვარტალი ყოფილიყო პლუსში, ყოფილიყო პოზიტიური ციფრები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც +8% ჰქონდა ზრდა. რა თქმა უნდა, ის პროგნოზები და მოლოდინები გადახედვადია და გადასახედია იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში, ისიც აღსანიშნავია ტენდენცია, რომ მთლიანობაში ფრენებთან დაკავშირებით აღდგენის დინამიკა ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვაკვირდებით იგივე ისრაელიდან თუ დუბაიდან თუ ზოგადად ახლო აღმოსავლეთიდან ფრენები დაგეგმილი რა იყო, რა შესრულდა, რა გაუქმდა, რა დაამატეს, რაც საბოლოო ჯამში იმის პოზიტიური პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა, რომ წარმატებული ზაფხულის სეზონი იქნება. მეორეს მხრივ იცით რომ ჩვენ გარკვეული მექანიზმებით მუშაობთ იმაზე აეროპორტების გაერთიანებასთან და ავიაციის აგენტოსთან ერთად რომ ერთგვარად დამატება მოხდეს სექშირების, ეს იქნება შუაზე თუ ევროპის მიმართულებით არსებულ მომუშავე ოპერირებად ავიაკომპანიებთან თუ ახალი მიმართულებების დამატებით, რაც ერთგვარად ჩვენი გეგმით და ხედვით შესაძლო დანაკარგებს შეამსუბუქებს. გვაქვს დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები ავიაკომპანიებთან ერთად, სექტორთან ერთად B2B შეხვედრები, როუდშოუები, რაც ერთგვარად მთელი სტრატეგია მდგომარეობს. ისედაც ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტრატეგია იცით, მაგრამ აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში წერტილოვნად ჩვენ გეგმავთ, რომ იქ სადაც ცნობადობა მაღალია, დიდი სამუშაო ჩასატარებელი არ არის, ხელით ასე ვთქვათ მართოთ და მოვახერხოთ, რომ მეტი ნაკადი წარმოვიყვანოთ პირობითად შუა აზიიდან. კი ბატონო, სხვა შორის ყოველთვის ხას უსვამთ ხოლმე, როცა თქვენ პოლიტიკას ვაკვირდებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გონსულტაციაში, რამდენი დიდი მნიშვნელობა აქვს დივერსიფიცირებას, რასაც თქვენ აკეთებთ, ვინაიდან დაბალანსდეს პოტენციური არსებული რისკები აგერ ხედავთ სახეზე, მაგრამ ბუნებრივია ტურბულენტურ სოფლიოში უამრავი პოტენციური რისკი არსებობს და აი სწორედ აქ ამ დივერსიფიცირებას, რასაც თქვენ აკეთებთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დიახ, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს გეხმარება იმაში, რომ არ იყო ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული და შეძლების დაგვარად შეძლო, რომ მალე მოახდინო გადართვა, თუ რამე ვთქვათ, არ ვიცი, მსოფლიო კრიზისი დგება ამა თუ იმ რეგიონში, ეს იქნება ომი, კონფლიქტი, პანდემია, ბევრი რამე შეიძლება იყოს და ამის მიღმა ზოგადად აი ამ შესაძლო რისკების დაზღვევის გარდა დივერსიფიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის
ის, რომ კულტურულად ჩვენ მრავალეროვანი ტურისტი ყავდეს. სხვადასხვა მოთხოვნების, ეს ერთგვარად ჩვენ სერვისებს და მიწოდებასაც აუმჯობესებს, იმიტომ რომ განსხვავებული მომსახურება ჭირდება აზიელს, განსხვავებული მომსახურება ჭირდება ევროპელს, იმ აზიაშიც პირობითად ობობ ჩინელს, აბსოლუტურად სხვა კულტურა აქვს და ერთის მხრივ ჩვენ ეს გეხმარება განვითარებაში, გეხმარება სერვისების მიწოდების უკეთესად ფორმირებაში, ტურისტული პროდუქტების განვითარებაში, საფასო პოლიტიკის ნაწილში, იცით რომ ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ სეგმენტი ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი ტურისტების მასპინძლობა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ბუტიკური ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანები ვართ, მასობრივი ტურიზმი ჩვენი ნიშა ვერ იქნება, ამიტომ მაღალმხარჯვალუნარიანი ნიშური მიმართულება ჩვენი ასე ვთქვათ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რაც ასევე დივერსიფიკაციის შემთხვევაში განვითარებაში ძალიან დიდი როლი და წვლილი აქვს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ ძალიან საინტერესო პროექტებზე თუ ინიციატივებზე, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და მართლაც კიდევ ერთხელ ხაზგასვით მინდა აღვნიშნო, რამხელა სექტორი და რამდენ აქტივობას მოიცავს იმისთვის, რომ სექტორმა წარმატებით იფუნქციონიროს და ერთ-ერთი სან სებასტიანის გადამზადების კურსი სარეულობისათვის. რაც გულისხმობს ეს ნაწილი ამ შემთხვევაში. მოდით ესე დავიწყოთ ის, რომ გასტრონომია ჩვენი ტურისტული პროდუქტის, ასე ვთქვათ, მოწინავე რიგებს იკავებს, ეს არავის გასაკვირი არ არის. ხომ ღვინო და გასტრონომია არის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზეზი, რატომაც ადამიანებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ და ჩვენს მარკეტინგულ კამპანიებში იქნება თუ პროდუქტის განვითარების თვალსაზრისით ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა გვაქვს პირობითად თუ ამბობ ღვინის გზა ემსახურება ვთქვათ ღვინის მიმართულებით სამასპინძლო წერტილების განვითარებას, მზისკარი ემსახურება გასტრონომიის მიმართულებით მასპინძლის ინსტიტუტის განვითარებას. არაერთი მარკეტინგული პროექტი გქონია 2 წლის განმავლობაში, ვთქვათ ჯეიმი ოლივერი გააცნობდა მსოფლიოს საქართველოს გასტრონომიას და უამრავ ასეთ ვთქვათ პროექტს იგივე National Geographic-ის food ცალკე აქვს და traveler-ი ცალკე მიმართულება, სადაც საქართველოს გასტრონომია პოზიციონირდებოდა. ხომასია. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გასტროპროდუქტის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რაშიც ჩვენ რესურსს ვდებთ და გემოფესტი არის ის მდგრადი პროექტი, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და ძალიან დიდი შედეგი მოაქვს. ერთის მხრივ ეს გასტროპროდუქტს განვითარებს და მეორეს მხრივ მე სულობ ხოლმე, რომ ეს იყო ირიბი მიზანი და ერთ-ერთ ძირითად მიზნად გადაიქცა, როდესაც რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართო ადამიანებმა, რომლებიც სახლში იყვნენ ადამიანები და რეალურად ფესტივალში მონაწილეობისთვის შემოუერთდნენ ამ პროექტს საბოლოო ჯამში ბიზნესად აქციეს თავისი ინიციატივები ძალიან მდგრადი, განვითარებადი გასტროტურისტული პროდუქტი და სამასპინძლოების შექმნეს. ხომ ეხა ეს ამბავი მოვყევი, იმიტომ რომ ჩვენთვის გასტრონომია როგორც პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სერვისების განვითარება თუ ადამიანური რესურსების განვითარება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტიც გადამზადება ამ შემთხვევაში ეხმიანება ამ ჩვენი სტრატეგიის განვითარების ნაწილს. ჩვენ შარშან პირველად უკვე ყავდა 10 დამწყები შეფმზარეული ამ შემთხვევაში საფრანგეთში დიჟონში ფრანგული გასტრონომიის მექაში, სადაც ასე ვთქვათ, ფრანგული გასტრონომია იღებს სათავეს და ქართულმა დამწყებმა შეფმზარეულებმა იქ გაიარეს გადამზადება მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფებთან და ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც რა თქმა უნდა უკვე საქართველოში ჩამოიტანეს და აქაც ყოველდღიურობაში ვთქვათ უზიარებენ თავიანთ კოლეგებს. ეს პროექტი იმდანაც წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ გავაგრძელოთ და წელს უკვე ახალი ადგილი ავარჩიეთ ამ შემთხვევაში არანაკლები ფრანგულ კულინარიაზე, ესპანური კერძოდ ბასკური კულინარიის ცენტრი სან სებასტიანი ავარჩიეთ და დამწყებ 10 მზარეულს შეიძლება ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ შემთხვევაში ბასკეთში გაიაროს ეს გადამზადება, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი დაგეგმილი პროექტები, რომელსაც გრძელვადიანი სიცოცხლის უნარიანობა გააჩნია, აუცილებლად გადაიყვანს საქართველოში გასტრონომიას თვისებრივად ძალიან მაღალ ნიშნულზე, ძალიან მაღალ სტანდარტს შეძენს და მსოფლიოში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ აი ქვეყნები, რომელსაც აქვთ განსაკუთრებული გასტრონომია
გასტრონომია რომელი, აი რა გახსენდება, ხო? ეხლა ესე რომ გამოკითხო, საერთაშორისო ის რო ჩაატარო, თქვა, შერჩევითობით, საქართველოს ჯერ რა თქმა უნდა ამ რიგებში ადგილს ჯერ ვერ იკავებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დაგეგმილი მუშაობით ნამდვილად ხაზზე მინდა გაუსვა ქართველი შეფმზარეულების მონდომებას. ასენი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად უკვე მივიწყებული რეცეპტები, უკვე მივიწყებული ტრადიციები, რომელიც შეიძლება საბჭოეთმა შეჭამა, ხო? ეს კანამდვილი ქართული გასტრონომია ფეხზე დააყენეს, კვლევებით, ძალიან ბევრი მეცადინეობით, ძველ წიგნებში, ასე ვთქვათ, რეცეპტების მოძებნით და ჩვენ როდესაც საუბრობთ საერთაშორისო მედია, რომ ჩამოყავს საქართველოში აი ამ ჩვენ პატარა ბუტიკური ტიპის რესტორნებში, როდესაც მიყვავს, მათთვის ეს არის ნამდვილად ერთგვარი თავგადასავალი თუ როგორი შეიძლება იყოს გასტრონომია, როგორი შეიძლება იყოს მიწოდება პროდუქტის და როგორი შეიძლება იყოს თავისთავად სტუმართ მასპინძლობა. ის მთავარი ღირებულება, რაც საქართველოში მოგზაურობას ასე განსაკუთრებულს ხდის. ასე რომ ბასკეთში თავგადასავალი დარწმუნებული ვარ დაგვიბრუნდება როგორც ქართული გასტრონომიის ძალიან ისეთი წარმატებული პროექტი. კი ბატონო, ველით ცხადია ამ შედეგებს დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ მინდა უშუქოთ თქვენს რეკორდებს ბევრი კუთხით ხსნით ხოლმე და ამ ნაწილში თქვენს მიზნებს ზუსტად ვიცი რომ მიაღწევთ ამ წელს და ნუ რა თქმა უნდა ეს უფრო ზდის მე საერთაშორისო დაინტერესებას ზოგადად ქვეყნისადმი მნიშვნელოვანი ნაწილი და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ გქონდა საშუალება მათ შორის ჩვენს პლატფორმაზე იმედზეც გვესაუბრა ამ ნაწილზე ITB China ახლოვდება არჩა სულ უფრო და უფრო რამდენიმე დღეა. უკანათლა გვაქვს მართლაც ჩართული და კიდევ ერთხელ რომ ასე ვთქვათ ჩვენს მოყურებელს ვუთხრათ როგორ ვემზადებით, კი არა და როგორ ვართ დასკვნით სტადიაზე ამ ნაწილის და როგორ წარვსდგებით. აი ჩვენ დიახ რამდენიმე დღეში გვექნება შეხვედრა ზუსტად ბიზნეს სექტორთან, ვინც ჩვენთან ერთად მოდის ITB ჩინეთზე, კერძოდ შანხაიში ღონისძიება გაიმართება 26-28 გამოფენა 26-28 მაისს, სადაც საქართველოს იქნება პარტნიორი ქვეყნის სტატუსით. ჩვენ ამ შეხვედრაზე ქართულ ბიზნეს სექტორს გავაცნობთ ზუსტად ამ გეგმებს, თუ როგორი სტენდი გვექნება ეროვნული, რა აქტივობები გვექნება. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ პირველად ვართ, რა თქმა უნდა, ITB ჩინეთში პარტნიორი სტატუსი, ჩვენთან ერთად იქნება 30-მდე ქართული კომპანია წარმოდგენილი, რომელიც მოგვიანებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პლატფორმა გამოყენებული იქნება ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ყველა ისეთი უკვე გამოცდილებით, ისეთი დეტალები, როგორიც არის ის, რომ მაგალითად ყველა სჭირდება თარჯიმანი, კულტურული სხვაობისთვის, თქვა დახმარება იმისთვის, რომ ჩინელი მოგზაურებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისთვის საქართველოსთან მუშაობა ბევრად მოქნილი გავხადოთ, ხო? მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გვექნება რამდენიმე კუთხე, ერთი არის სამუზეუმო ნაწილი, საქართველოს სადაც ოქროს ფონდი გვიდგას და ჩვენი პარტნიორი ამ შემთხვევაში არის კულტურის სამინისტრო და კერძოდ ეროვნული მუზეუმი, ჩვენთან ერთად იქნება ფოლკლორული ანსამბლი რუსთავი, რომელსაც ექნება წარმოდგენილი როგორც ცეკვები, ისე ფოლკლორული სიმღერის მრავალხმიანობის ნაწილი, იქნება გასტრონომიის მასტერკლასები, რა თქმა უნდა, და ასევე აღსანიშნავია, რომ იყვავს ქართველი რეწვის ოსტატები და ჩვენ დღის განმავლობაში გვექნება მასტერკლასები თექაზე, თიხაზე, სხვადასხვა მიმართულებით, სადაც ქართული ეს ტრადიციული რეწვა იქნება ნაჩვენები, ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებისთვის. 25-ში ჩვენ გვაქვს მიღება, სადაც 700-მდე ჩინელ პარტნიორს, ეს იქნება ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიიდან, ვუმასპინძლებთ და გვექნება შესაძლებლობა, რომ ქართული კულტურა, სტუმართ მასპინძლობა და კერძები ღვინოსთან ერთად გავუსიაროთ. ასე რომ ვფიქრობთ, რომ ჩინეთი როგორც ჩვენი სტრატეგიული სამიზნე ბაზარი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, დასაწყისი იქნება წლევანდელი წლისთვის, მით უფრო რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი მარიამ ქრუიშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ პეკინში, სადაც ასევე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ივლისიდან უკვე პირდაპირ ფრენები იქნება თბილისში, შანხაი, თბილისის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს ორი ამბავი ერთად იქნება საწინდარი იმის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ჩინელი მოგზაური ჩამოვიდეს და აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, ებრძვის ერთმანეთს იმისთვის კონკურენციაა დიდი, თუ ყველას უნდა გარკვეული ულუფა ჩინელი ტურისტების თავისთან წაიყვანოს, იმიტომ რომ ჩინელი მოგზაურები არიან კარგი მოგზაურები, საკმაოდ დიდხანს მოგზაურობენ, მათი ქცევა მოგზაურობის
არის, რომ მაღალმხარჯელუნარიანები არიან და ჩვენც რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ ჩვენი ნაწილი საქართველოში აუცილებლად წამოვიყვანოთ. აბსოლუტურად სწორი მიმართულებაა. მე წარმატებას გისურვებ და მართლაც ძალიან სწორად აღნიშნეთ ეკონომიკურ განვითარების მინისტრის ვიზიტი და ძალიან კარგია რომ წინ უსწრებდა ეს ვიზიტი სწორედ ამ თქვენს უმნიშვნელოვანეს აი ამ დაგეგმილ აქტივობებს და პირდაპირ ფრენები მართლაც განსაკუთრებული საშუალებაა თქვენივე პოლიტიკის დივერსიფიცირების ნაწილში, რასაც ჩვენ აღნიშნავთ. წარმატებები მინდა გისურვოთ, მე დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრობ საქართველოსთან ამჯერად. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კუთხით შედეგებზე ვისაუბრებთ, ისე რომ ერთი გადაცემა არ გვეყოფა, როდესაც ჩინეთიდან დაბრუნდებით. წარმატებები კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.